ეს პატარა წიწილი ასაკით უკვე 7 კვირისაა, მაგრამ გაბარიტებით როგორც ხედავთ გამოიყურება როგორც 3 კვირის სადღაც და წონითაც დაახლოებით იგივეა. ბუმბული სულად აქვს ამოსული და განვითარებული და აი როგორი გამხდარია და მკერდის ძვალიც აი ძალიან წვეტიანი აქვს, მკერდის კუნთი ატროფირებულია, თუმცა ჭიჭახვი სავსი აქვს, აი კარგად ჭამს, კუჭიც არ აქვს, აშლილია, ახლა შემიძლია გაჩვენოთ მისის კლინტი, ასე რომ არანაირი ნაწლავური ინფექცია ამ ჯიგარს არ აქვს. საკმაოდ 7 წიწილია. თავი არაპროპორციულად დიდი აქვს ტანთან მიმართებაში და ფეხები გაცილებით უფრო გრძელი ვიდრე ამ ზომისას უნდა ჰქონდეს. ფრინველებში მიოდისტროფიას აბსოლუტურად სხვა მექანიზმი აქვს ვიდრე ადამიანებში. ეს ყოველთვის არ არის გენეტიკური, თუმცა ეს კონკრეტული ეგზემპლარი სწორედ რომ გენეტიკურია და ძალიან იშვიათიც არ გახლავთ. ახლა ასეთი რამ ადამიანებისგან განსხვავებით ამ დაავადებას ძიუშენის მიოდისტროფია არ ქვია, მექანიზმი სრულიად სხვა არის. ეს არის ნიუ-ჰემპშირის მიოდისტროფია, იმიტომ რომ ნიუ-ჰემპშირის ჯიშის ქათმებში აღმოაჩინეს პირველად, მაგრამ როგორც გამოირკვა, სხვებსაც ახასიათებს. და შეხედეთ, აი ზურგზე ბუმბული პრაქტიკულად არ არის ამოსული, ფრთებზეა ოდნავ თავზე და ეხლა იწყებს ცოტას მუცელზე. ეხლა დავსვათ, რომ არ ვაწოლოთ და აქედან ვუყუროთ ამ პაწაწინას. ეხლა ასეთი რამ. წიწილი ჯამრთელია, უпростоრად ინფექციები, არანაირი ინფექციური დაავადება, არც კოქსიდიოზი, არც სალმონელა ამას არ აქვს. ახლა ჭირზე და მარილზე ლაპარაკი ზედმეტია. საერთოდ მიოდისტროფიას წიწილებში იწვევს ნაწლავის დაავადება, როდესაც არის გაუარესებული შეწოვა სელენის და E ვიტამინის. და ხშირად, როდესაც წიწილებს აი ესეთი კვებითი დისტროფია აქვს, მათი მორჩენა ხერხდება აი ამ B ვიტამინის, B ჯგუფის E ვიტამინის და სელენის საკვებში გაძლიერებული მიცემით. თუმცა ამ შემთხვევაში ეს ასეთ რამესთან არ აქვს საქმე, ეს წიწილა არის თეთრი კი არა, უпростоრად ვერცხლისფერი ვიანდოტი. ეხლა ამას არაფერი ემჩნევა ცუდი შებუმბულის გამო და აი ეს ვერცხლისფერი ვიანდოტი დიდი ეჭვი მაქვს, რომ არის ნათესაური ნაჯვარი, ახლო ნათესაური ნაჯვარი შეიძლება ითქვას. აი ამ ერთ წიწილას განსაკუთრებით შეეწყო, დანარჩენები ნორმალურები არიან სრულიად. აი ეს ერთი შედარებით სუსტია, ის ძალიან კარგად ჭამს. აი პირველი მირბის საკვებურთან. არც სმა წყალთან იხევს უკან. სხვა წიწილებს შეიძლება ითქვას ჟუბია კიდევაც ჯაბნის, მაგრამ ახლა ფიზიკურად უკვე ვეღარ ეწევა, ვეღარ უსწორდება, ამას უნისკარტებენ, ამიტომ დავაშორე. თუმცა ვიმეორებ, ესე იგი ჭამისმა და აქვს და ნელ-ნელა იზრდება, უბრალოდ ზრდის ტემპი არ არის ის, რაც სხვა წიწილებს აქვს. ამას ზრდის ტემპი აქვს
გაცილებით ნაკლები და ხდება ვიმეორებ აი მკერდის კუნთის მიოდისტროფია. Ну, მომავალი რა იქნება ახლა? პატარა და ამის გამო ხო არ მოვკლავთ. ამიტომ ყავს სალკე, ვაჭმევ, ნელა მაგრამ იზრდება და ნუ რა თქმა უნდა ამას საჯიშედ არავითარ შემთხვევაში არ გამოვიყენებ. არ არის სწორი ასეთი ეგზემპლიარის საჯიშედ გამოყენება. თუმცა ვერცხლისფერი ვიანდოტი ძალიან მომწონს შეფერილობით და ასე ვთქვათ, ვაპირებ რომ ეს ჯიში ვიყოლიო, მაგრამ ამათგან ალბათ მხოლოდ დედლებს დავიტოვებ და მამლები ამ არის ხო უნდა ვიშოვო აუცილებლად. ეხლა მივცეთ ამას დაძინების საშუალება, ხვალ ცალკე გალიაში მოთავსდება და იქნება ბედნიერად ჭამას მას არავინ დაუშლის, უпроსტად ეს თვითონ უშლის ეს ყვებს ჭამას, ისეთი აქტიურია, მაგრამ იმის გამო რომ გაბარიტებში ძალიან ჩამორჩა, ეხლა ამისი ტოლები და ამასთან ერთად გამოჩეკილები არიან უკვე 400-დან 550 გრამამდე. ეს სადღაც 180 ძლივს არის. ასე რომ მიოდისტროფია ქათმებშიც არსებობს. Ну, იშვიათია, მაგრამ არც ისე იშვიათი, უბრალოდ ფერმერები ხშირად ასეთ წიწილებს უბრალოდ ბრაკავენ, თვლიან რომ ეს განვითარების დეფექტია. ვიმეორებ, უმეტეს შემთხვევაში ასეთი დისტროფია არის კვებითი და შეიძლება მისი, ასე ვთქვათ, გამოსწორება თუ ვიტამინებსა და მიკროელემენტებს მივცემთ სელენს პირველ რიგში. მაგრამ თუ ახლონაცაური ნაჯვარია და ამ ახლონაცაური ნაჯვარის გამო აქვს პრობლემა ზრდის, ამას უკვე არაფერი არ უშველის და ასეთი ეგზემპლიარი აღარ უნდა გამოვიყენოთ არავითარ შემთხვევაში საჯიშედ და სანაშენედ. დღეისათვის სულ ეს იყო, ნახვამდის, კარგად ბრძანდებოდეთ.